ბიჭი ხო? აი ბიჭი ხარ, რა ქვია? ა? სამო. სადაა შენი დირექტორი? ოხ. მობრძანდით. როგორ ხარ? კარგი. თქვენი საყვარელი ნინოს პეროგი დაგახვედრე. ნინი, მოდი, ნინო. გილოცავ. კაითხებდა ეს არის. გილოცავ გევანდობდეს. ცნობილი ნინოს პეროგი. თქვენ ყოველთვის ესე გეიფობთ. მოწიეთ სკამი. დღეს რა დღეა ნინო? ეს არის ახალკვირის სამშაბათი, მიცვალებულების მოხსენიების დღე. მოდი. ყველა მიცვალებული გაგვინათოს ღმერთმა. ამინ. თუ დღეს ვინმე არის დასაფასებელი, მოსაგონებელი, ეს არის მიცვალებული და ჩვენი წასულები. ადამიანს, რომელსაც დაგავიწყდება შენი გარდაცვლილი მშობელი, თუ შენი შინაურები, წასულები ცხოვრებაში არასდროს არ გაგიმართლებს. გაგიმართლებს ყოველთვის, როცა ყოველთვის მაგათ მოიგონებ და მიხვალ და ერთ ჭიქა ღვინოს დაასხამ ქართულ ტრადიციის მიხედვით. შენ კიდე ძალიან მაგარი გოგო ხარო, მე შენ იმიტომ შემიყვარდი და იმიტომ გაფასებ ასჯერ რომ აი შენი ისტორია რო გავიგე რომ მამა რო გარდაგეცვალა გოგო ხარ ხო? ბიჭი არ ყავდა მამა შენს, მაგრამ შენ რო თითქმის ყოველ დღე ადიხარ მის საფლავზე, ყვავილი არ გაქვს, ღვინოს გადაასხამ, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. ამას რომელიც შვილიც არ გააკეთებს, ახლა სავალდებულო არ არის, ყოველ დღე მიხვიდე, მაგრამ თვეში ერთჯერ მაინც ვინც არ გააკეთებს, იმას ცხოვრებაში არასდროს არ გაუმართლებს. თუ საქართველოში არ არის, სადაც ხარ, იქ რაღაც სანთელი უნდა ანთო და მოიგონიო. აი ჩვენგან წასული ქალბატონები რო არიან საზღვარგარეთ, ბევრი ჩემთან მეგობრობს და ემიგრაციაში რო არიან, ყველა ერთ და იგივეს ამბობს, რომ გელა გვიყვარულ ხართ, იმიტომ რომ შენ როგორ დააფასე დედაშენი საფლავი. აი ისინი სანთელს უთებენ მის მიცვალებულებს და იმ ცოცხლებს დიდხანს სიცოცხლე უსურვოთ და ვინც წავიდა ღმერთმა გაგვინათოს. თქვენი მეგობრის გამო თურქეთშიც კი წავედით. ჩემი მეგობრის გამო თურქეთშიც კი წავედით. რა მნიშვნელობა აქვს, რა ეროვნება ხარ ხო? კაცი უნდა იყო, კაცური და რა მნიშვნელობა აქვს? ტრადიცია, იქაურის და აქაურის. ნამდვილად, ნათელი და სანთელი არ მიყლებოდა. გაგვინათოს ყველა წასულები და თელ საქართველოში ჩემს უცნობს, ნაცნობს, მეგობრებს და იმ ადამიანებს, ვინც ჩემი ოდნავ რაღაცა პატივცემა აქვს, ყველას მიცვალებულები მინდა ვადღიძელო.